The grass is always greener, walk a mile in my shoes. What's a $1 finish to $1 million move? Want more than just a cliche. გამოგიტყდებით და იმდენად მარტივი მეგონა თევზაობა, რომ ვფიქრობდი ამას დამოუკიდებლადაც შევძლებდი, თუმცა ჩემმა ერთდღიანმა უშედეგო მცდელობამ დამარწმუნა, რომ პროფესიონალი მეთევზის დახმარება აუცილებლად დამჭირდება. The grass is always greener, walk a mile in my shoes. What's a $1 finish to $1 million move? Want more than just a cliche to get me through the day, but I get mad at myself cause I can't find the words to say. The grass is always greener, walk a mile in my shoes. What's a $1 finish to $1 million move? Want more than just a cliche to get me through the day. მოკლედ გამიმარხვა და საკმაოდ მცირე დროში მივაგენი ადამიანს, რომელმაც ჰობი პროფესიად გადააქცია და ახალი სეზონის გახსნას ალბათ მოუწველად ელოდება. და სწორედ მასთან ერთად ვეცდები თევზის დაჭერას ნახოთ რა გამოგვივა. Inside talking to myself like he's my friend. ბიზნესთვის თევზაობის მე-7 სეზონი იწყება. პირველად 6 წლის წინ კუმისის ტბაზე მეგობრებს გაჰყვა და მას შემდეგ პროფესია, შემოსავლის წყარო და განტვირთვის საშუალება მისთვის თევზაობაა. დღეს უმეტეს ნაწილს საკუთარ მაღაზიაში ატარებს. აქ მხოლოდ სათევზაო ინვენტარი იყიდება. სამაგიეროდ უფასოდ რიგდება უამრავი რჩევა დამწყები მეთევზეებისთვის. როგორც ბიძინაყვება სეზონის მოახლოება მაღაზიას აშკარად შეეწყო. მისი თქმით, ზამთრის ხანგრძლივ ძილს ის სწორედ ამ დროს ასრულებს და ნამდვილი სიცოცხლეც სათევზაო სეზონთან ერთად იწყება. ადგილზე მისულები ვარკვევთ, რომ თევზაობისას ანკესთან ერთად სპეციალური აღჭურვილობაც მნიშვნელოვანია და მეორე დღისთვის საგანგებოდ ვემზადებით. Did you know? დანიშნულების ადგილას ბიძინა მეგობრებთან ერთად ჩავიდა. დილის 5 საათზე ადგომა რთული აღმოჩნდა, რის გამოც სათევზაო სამზადისი ჩემს გარეშე დაიწყო. შოულებას ფაქტურად გზად არის უკვე ჯოხები. ეხლა უნდა ამას გამოვკიდებ და შოულებას მე დავუმაგრდება აქ მონტაჟი, ტყვია, ეს ვკავი და რომ გზად არის უკვე ანკეცის სასროლად. ახლა ზუსტად დილის 8 საათია და ტემპერატურა უკვე 20 გრადუსს აღწევს. ჩვენ თბილისიდან 75 კილომეტრში დებედას ტბაზე ვიმყოფებით. მეთევზეები უკვე ემზადებიან თევზაობისთვის და მეც შეძლების დაგვარად აღჭურვილობით ვარ მოსული. ეს ქურთუკი, რომელიც წყალგამძლეა, დღეს ალბათ არ გამომადგება ტემპერატურიდან გამომდინარე. ეს სავარძელი, რომელსაც მოგვიანებით, როდესაც დავბანაკდები, უფრო კარგად გაჩვენებთ. აი ეს ზურგჩანთა, როგორც ხედავთ, საკმაოდ ტევადია. ანკეს ალბათ ბიჭები მომცემენ. წინ დიდი დღე გველოდება, ვაპირებ რომ თევზი დავიჭირო, ან დაჭერილი გაუშვა მაინც, მოკლედ დავიწყეთ თევზაობა. მოვშვიდობით. აგიწყვიათ უკვე ანკესები. ო, აი ხა მოვჭი ყველა. გამოგვიანდა ცოტა. ეგ არაფერი, ჯერ საინტერესო, მაინც არაფერი არ ხდება. მაშინ მოვკალათდები. ერთ ანკეს ალბათ დამითმობ, ხო რომ მეც ვცადო. კი, აი აქეთ იყოს, აირჩიებ. სამივეზე თანაბარი შანსები აქვს. თევზს დავიჭერ, პირობას გაძლევ, ოღონდ რამხელას სომებს აი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი დებიუტი წარმატებული. კი, მეც იმედი მაქვს, იმიტომ რომ აი ამინდი თითქმის იდეალურად დამომთხვა, კაი ამინდი ამცეც არის, ცოტა ქარიც არის, ამ ყველაფერია, რაც გვჭირდება თევზის დაშიას, ჩვენც გულმოდგინებთ მომზადებული. თევზი რომ დავიჭიროთ ამისათვის
მოსაჩვევს საკვებს ვამზადებს წინასწარ, რაზეც მოვიჩვევთ და მოვიტყვევთ. და რა არის ეს საკვები, როგორ მზადდება? უსტარულად ვამზადებთ, ბულღულეულისგან გამფუებული მოხაშვილი, ამას ყველაფერს ავულებთ ერთმანეთში. შევეცდებით ამაზე მოვიტყვოთ. Let go and let me live inside you. What your mouth don't say, baby, your thighs do. I want us to arrive to. იმის გარდა რომ ბუნებაში ხარ და თქვათ მარტო ხარ და რაღაც პრობლემები როგორ არის აი გავიწყდება ყველაფერი თავიდან დაკავშირებული იყო იქ ცეცხლს დაანთებდა რაღაცა და არაყი და დალევდა ის მაგრამ რაც უფრო აზარტში შედიხარ ხვდები რომ ანუ აი სასმელის და რაღაცების აღარ გინდა მე რა რაღაცა ინსტინქტებსაც იქ მაყოფილებ გესმის იმით რომ იჭერ რაღაცას წვდები ყველაფერს პრობლემას აი რაღაცა ბუკეტია რა იმისი განტვირთვის რა ახლო 5-6 წელია რაც წამოვიწყეთ საქართველოში სპორტული თევზაობის განვითარება. ნელ-ნელა უფრო ხდება ხალხი, რომ ეს არ არის მომყოლებლობა და ეს არ არის რაღაც თევზის ჭამა. ეს არის ერთ-ერთი ელიტარული გასართობი. ჩვენ რა ეტაპზე ვართ? ჩვენ რა ეტაპზე ვართ და აი ეს რაღაცა სიბნელე რო გადავლახეთ დაახლოებით და ბავშვი რო ფექსი გავს და რაც პატარ-პატარ ნაბიჯებს რო წვალობს, თუმცა ვსწავლობთ რაღაცებს და ნელ-ნელა წინ მივდივართ, აშკარად პროგრესია რა. I love it when we do it, you do it like you believe it, able to give and receive it. ისეთი შფოთიანი ცხოვრება, რომ თუ ადამიანს ბუნებასთან არ გაქვს ურთიერთობა, ეს არის განტვირთვის საშუალება, დასვენების საშუალება. მიზანი არაა, რომ რაღაცა ბევრი დაიჭირო და დიდი დაიჭირო. მიზანი ის არის, რომ სულიერი განტვირთვა მოხდეს ადამიანის და უფრო კეთილშობილდება ადამიანი. ნახევარმა დღემ ნადავლის გარეშე ჩაიარა. მეთევზეებმა და მათთან ერთად მეც თევზის დაჭერის იმედი დავკარგეთ. რამდენი ხანია ეს თევზაობა? ერთი 7 საათი. და არ მაქვს. რამდენიმე წუთში იმაზე მეტად გამიმართლა, ვიდრე წარმომედგინა. ეს რომელია? შუა, ამოიღე. მიდი. აი, ამოაქვს. ვაიმე. მიდი. დაიწყო. მოდი, წყალთან ახლოს. ნახე, თუას დააკვირდი. კი, კარგად დააწყა და მოზრდილია სხვა თქოს. всё, ეგ არის. ჩაჭდა. თქვენთან ერთად გატარებულმა დღევანდელმა დღემ ჩემი სიუჟეტის ფინალი მთლიანად შეცვალა. ვაპირებდი, რომ დაჭერილი თევზით რაღაცა კულინარიული რეცეპტი შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის, თუმცა მივხვდი, რომ ნამდვილი მეთევზეები დაჭერილ თევზს აუცილებლად უშვებენ. ორიოდე სიტყვით რომ შევაჯამოთ სეზონის დასაწყისი რომელიმე თქვენგანმა და გაუშვათ თევზები. დასაწყისისთვის აგერ კაჩიც ჩანს. ძალიან კარგია. მართალია რაც გიგანტები და გაუშვით. კი, 3-იც და კიდე პატარები პროცესში რამდენი გაუშვით, რაც საერთოდ აღარ შეგვინახეს უპატარები. აუ, მე ძალიან ყოფილი დავჭი დღევანდელი დღით. კარგი, მოდი გადავიღოთ ყველამ ერთად ერთი სამახსოვრო ფოტო და გაუშვათ თევზებით, რომ ცოდოები არიან. აუ, უკვე. შემოდით რა ბიჭებო. 1 2 3 დღევანდელი დღე დასტურია იმის, რომ თევზაობა საკმაოდ რთული სპორტია. ძალიან ბევრ ძალისხმევას და ენერგიას საჭიროებს და უამრავი ნიუანსია იმისთვის გასათვალისწინებელი, რომ როგორც თავად მეთევზეები ამბობენ, თევზი ანკესზე დაჯდეს. ამაში სიუჟეტის ნახვის შემდეგ თავადვე დარწმუნდებით. შემდეგ ჯიდიპედიამდე.